როგორც კი თბილისს გასცდებით, რუსთავისკენ მიმავალი მაგისტრალის მარცხენა მხარეს მტკვრის ჭალების ძლივს გადარჩენილი კუნძულია. მას ამჟამად კრწანისის ტყეპარკი ეწოდება, მაგრამ მომავალში არაბული ქალაქი თბილისი waterfront-ი გახდება, თბილისი წყლის პირას. ცხოვრება ბუნებაში, სანაპიროზე ცხოვრების საიდუმლო, ველნესი და სპა, ელიტური საკლუბო სივრცეები. ინვესტორის ასეთ გეგმებზე გვიყვება გრაფიკული კლიპები. ახალი ქალაქისთვის გათვალისწინებული 590 ჰექტარი მთლიანად შთანთქავს კრწანისის ტყეპარკს. აქაურობას დაცული ტერიტორიების სტატუსი არ აქვს, მაგრამ ჩვენი კანონმდებლობით ჭალის ტყე ისედაც პირველი კატეგორიის სივრცეა და მისი დაცვა სავალდებულოა. მართლა ჭალის ტყეები ზუსტად ხდება აი ამ დაგეგმილ ტერიტორიაში. სრულად. კი, დაგეგმილი პროექტის თავისი ტბებით და რა ვიცი, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილით. სადაც დაიხარჯა როგორც ჩანს ძალიან დიდი დაფინანსება. სახელმწიფო პროგრამაც კი ყოფილა იმისთვის, რომ კრწანისის ტყეპარკი აღედგინათ. ეს არის განათლების საშუალებაც ასევე, ხო, რომ პირდაპირ ესე იგი ქალაქიდან არც ისე შორს, აქვე ვთქვათ ეს ბოლო გაჩერება ერთ-ერთი ავტობუსის, ანუ ქალაქის ცენტრიდან 9 საათის სავალ მანძილზე ავტობუსით შეგიძლია მოხვდე თითქმის ხელუხლებელ გარემოში. უამრავი ადამიანი აქ მოდის, ისვენებს, აკვირდება გარემოს. აგერა ეს ბანერები ჩვენს გვერდით ასევე მოწმობს იმას, რომ ამ ტყეპარკის ტერიტორიაზე მსურველს შეუძლია დააკვირდეს სხვადასხვა სახეობას, ხო? როგორც ცნობილია, 100-მდე ფრინველის სახეობაა გავრცელებული, მათ შორის არაერთი ისეთი ფრინველი, რომელიც, ვთქვათ, გადაშენების საფრთხის წინაშეა, ან ზოგიერთი ფრინველი, ვთქვათ, ამ ტერიტორიას იყენებს გამოსაზამთრებლად, ხო? ერთი სიტყვით, ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით ეს ტერიტორია გამორჩეულია. ეს არის ის ოაზისი, რომელიც რეალურად თბილისს და რუსთავს აძლევს საშუალებას სუნთქვის, იმიტომ რომ მთლიანობაში დატვირთვა მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ბევრ პარკებს ვაშენებთ და ბევრ რაღაცებს ვაკეთებთ ქალაქში, აი ესეთი კონცენტრირებული ტერიტორია მწვანე ნარგავობის ჩვენ გვაქვს ძალიან ცოტა. ეს არის ერთადერთი ადგილი შენარჩუნებული, სადაც ხდება აერაცია და შესაძლებელია ტალღების არსებობა, სუფთა ჰაერის შემოდინება ქალაქში მოხდეს, იმიტომ რომ სხვა ადგილებში ჩვენ მოვახერხეთ, ჩავკეტეთ ქალაქი და განიავება ქალაქის თითქმის აღარ ხდება. მეორეს მხრივ ეს იცავს ქალაქს რუსთავის ჰაერიდან. იმიტომ რომ მუდმივად გაბატონებული ქარები არის თებერვლიდან დეკემბრის ჩათვლით ზუსტად რუსთავიდან მოედინება აქეთ და შუაში ხდება აი ეს ოაზისი, რომელიც აქ ასრულებს ამ შთანთქმის ფუნქციას, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანის სიცოცხლისთვის. ბერლინში ყველაზე ხშირად დარქმეული სახელი შარშან იყო მუჰამედი, ბერლინში. ერთ-ერთ მთავარ ევროპულ დედაქალაქში. ირაკლი კობახიძემ, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ წუხდა გერმანიაში დაბადებულ ყოველ მეორე ბიჭუნას, რომ მუჰამედს არქმევენ, მუჰამედ ალ-ალაბარს რუსთაველზე უმასპინძლა. ვინ სტუმარი იყო იმ ღონისძიებაზე და ვინ მასპინძელი, ბოლომდე ცხადიც არ იყო. კინოთეატრ რუსთაველში სამშენებლო პროექტის გაყიდვების ოფისი გაიხსნა. არა მარტო გვენდეთ, არამედ გაგვიღეთ კარები თქვენი ქვეყნის და თქვენ ინვესტორად კი არ გვექცევით როგორც ოჯახის წევრს. ირაკლი კობახიძემ ოჯახის წევრად მიღებულ არაბ ინვესტორს, Eagle Hills-ის დამფუძნებელ დეველოპერს საქართველოს მთავრობის სახელით სრული მხარდაჭერა აღუთქვა. საქართველოს მთავრობის სახელით პირდებით სრულ მხარდაჭერას და თანადგომას. და ინვესტორთან გაფორმებულ ხელშეკრულებას საიდუმლო გრიფი დაადო. ჩვენთვის ცნობილი მხოლოდ ის გახდა, რომ ამ გარიგებაში სახელმწიფო ჩვენი კუთვნილი 800-ზე მეტი ჰექტარი მიწით შევიდა, რითაც პროექტის 33%-იანი მეწილე გახდა.
მთავრობას ვერ ვენდობით, ეხლა მე ვერ ვენდობი, მაგრამ მე პირადად მთავრობამ გამძარცვა. ცემა პირდაპირ ეთერში დამაკარგინა, ამ ქვეყანას დააკარგინა უშველებელი ინვესტიცია, მეც ძალიან მაზარალა და უკვე ვეღარ ვენდობი ამ ხალხს რა. რომ ისინი ამ საქართველოს რისკით არ დაალევერიჯებენ ამას და თუნდაც იგივე საემიროების სუვერენული ფონდიდან არ აიღებენ დიდ ვალდებულებას, რომელიც გამყარებული იქნება ამ საერთო კომპანიის აქტივებით და რეპუტაციით, იმიტომ რეპუტაცია უკვე ქვეყნის რეპუტაციაა. ჩვენ ახლა თავს ვიწვევთ იმით, რომ ჩვენი MშΠ-ს 30%-ზე 15%-ზე მეტი სესხი არ აგვაქვს, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია. ამიტომ ეს რესურსი აქ იმისი დიდია, რომ ამ საერთო კომპანიით ჩვენ უფრო უარეს ფინანსურ ვალდებულებაში ჩავხდეთ, რომელიც მე შეიძლება ამ ეხლა კეთილსინდისიერი ტიპი უცბად აღმოჩნდეს არაკეთილსინდისიერი ტიპი, ამ წუთასავით, ეს კნუთ ჰამსუნის ცნობილი პერსონაჟია, ეს ქართულ თარგმანში ძალიან მაგარი სახელი აქვს, ამ წუთასავით და ამ წუთას როგორც ჩაატარა მე ის, რომ მე თავიდანვე ეტყობოდა ის, რასაც იზავდაო, ესეთი პასაჟია ამ მისტერიებში, ესეთი მისტერი დაბანდება გამოგვივიდეს. ახლა როგორც მოგვაყიდეს, რომ ეს არის უნიკალური ინვესტიცია, უცბად გახდეს უნიკალური, ოღონდ მისტერიული ინვესტიცია, რომელიც შეიძლება ძალიან მძიმე ფინანსურ და რეპუტაციულ ზარალად გარდაიქმნას ქვეყნისთვის. ეკონომისტებმა დაგეგმილი ინვესტიცია დაგეგმილი მშენებლობის ფართს შეუსაბამეს და გაარკვიეს, რომ ახალ ქალაქებში უძრავი ქონების ფასი 1 კვადრატულ მეტრზე $10,000-საც გადააჭარბებს. იგივე გვაძლევს ჭყალებში თუ ეს ყველაფერი გაკეთდა 10 წლიან პერსპექტივაში ახალ კორპუსებს აშენებულ, მათ შორის სასტუმროებს, მათ შორის რაღაცა ლაქშერი ფეშენებულ ვილებს, რომლებსაც საქართველოს მოსახლეობის 98% ვერ გასწრდება ვერანაირად იმ საფასო პოლიტიკით, რომელიც არის, იმიტომ კი რომ მათ არ მოუნდებათ, იმიტომ რომ ფიზიკურად ვერ გასწრდება, იმიტომ რომ ამხელა დაკრედიტების მოცულობის სესხს საქართველოს მოსახლეობის თანამშრომლებს თქვა 95% ვერ მიიღებს. ლაღი და დასვენებული, მომღიმარი მდიდარი ქალები და კაცები არაბული პროექტების რენდერებიდან. ინვესტორის გათვლით 60-ზე მეტი პროცენტი უცხოელები იქნებიან. ჩვენი ნაწარმის ნახევარი 60%-იც საერთაშორისო მყიდველზეა გათვლილი. შესაბამისად, სახელმწიფოში უცხოური კაპიტალის შემოდინებაა. ადამიანებს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ენდომებათ აქ ქონების შესყიდვა. მეორე არაბული ქალაქი, სადაც ცხოვრება ალაბარის მოლოდინით მოუნდებათ ადამიანებს არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან გონიოში შენდება, ჭოროხის დელტაში. გარემოს დაცვითი თვალსაზრისით, ამ მიწის მნიშვნელობა კრწანისის ტყეპარკთან შედარებით განუზომლად დიდია. ჭოროხის დელტა ზურმუხტის ქსელის ერთ-ერთი საიტია. ზურმუხტის ქსელი ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის მთავარი მექანიზმია. მისი შენარჩუნების ვალდებულება საქართველომ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით აიღო. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ჯერ კიდევ მარტში გამოქვეყნდა განკარგულება, რომლის თანახმადაც ზურმუხტის ქსელის საზღვრები დაკორექტირდება არაბული საინვესტიციო პროექტის საჭიროებებიდან გამომდინარე. დროის საკითხია, როდის გადაიქცევა ზურმუხტის ქსელი ნაცრისფერი ბეტონის ზონად. ყველაზე დიდი რაოდენობის ახალი ფრინველები, ასე ვთქვათ, საქართველოს იშვიათი სახეობები, რომლებიც აქამდე საქართველოში არ ყოფილა, ყველაზე ხშირად ფიქსირდება ხოლმე ამ ადგილას. ეს ორზოლიანი წინტალა, რომელიც როგორც გითხარით, ბუნებრივად გვხვდება ბინადრობს აფრიკაში, არ მიგრირებს და უკვე მეორედ აღმოჩნდა ჭოროხზე. და ეს არის მისი უკიდურესი ჩრდილოეთის დაფიქსირება, რაც კი აქამდე ყოფილა. კიდევ ამ თვეში იყო აზიური უდაბნოს ყარანა. ასე ვთქვათ, ეს არის ასევე ფრინველი, რომელიც პირველად აღმოჩნდა საქართველოში, აქამდე ის საქართველოში არ ფიქსირდებოდა, შესაბამისად ჩვენს ფრინველთა ნუსხაშიც არ იყო და წინა ოქტომბერში აღმოაჩინდა ასევე ერთ-ერთმა ჩვენმა უცხოელმა მეგობარმა. აი აქ არის კიდე ერთ-ერთი იშვიათი ფრინველი, რომელიც საქართველოში რამოდენიმეჯერ არის დაფიქსირებული, ხშირად არ გვხვდება ხოლმე, ეს არის მწვანე კვირიონი, რომელიც ასევე ჭოროხზე არის გადაღებული. იქ, სადაც მდინარე ჭოროხი ზღვას უერთდება, გადამფრენი ფრინველების უმნიშვნელოვანესი დერეფანი მდებარეობს. წლის განმავლობაში აქ მილიონზე მეტი სხვადასხვა სახეობის ფრინველი იკრიბება. სანაპიროზე ისვენებს და შემდეგ გზას აგრძელებს. ფრინველების მიგრაციის შესასწავლად წლის შესაბამის დროს გონიოში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები და მოყვარულები ჯგუფებად ჩამოდიან. ორნითოლოგი დაჩი შოშიტაიშვილი 8 წელიწადია მათი გიდია.
მომავალი წლის გაზაფხულის სეზონზე უკვე ყველა ადგილი დაჯავშნილი აქვს და არ უკვირს, რამდენადაც აჭარა მსოფლიოში მეორე ადგილზეა ჩრდილოეთ ამერიკის შემდეგ ფრინველთა მიგრაციის დროს მტაცებელი გადამფრენების რაოდენობით. დაჩი წლიდან წლამდე აკვირდება, როგორ იზრდება ამ ტიპის ეკოტურიზმი საქართველოში და იზრდება ამ საქმიანობის ეკონომიკური ეფექტიც. საქართველოში ჩამოდის ათასობით ადამიანი, ვინც ფრინველებს აკვირდება. ძირითადად ჩვენი სტუმრები არიან ევროპიდან, მაგრამ ასევე ყავს ხშირად ამერიკიდან, ავსტრალიიდანაც სტუმრები. და ეს ტურიზმის ეს მიმართულება არის საკმაოდ მაღალშემოსავლიანი ადგილობრივი მოსახლეობის, იმიტომ რომ ეს ჩვენი სტუმრები ბინებს ქირაობენ ადგილობრივებისგან, მანქანებს ქირაობთ ადგილობრივებისგან, მეც როგორც გიდს მაქვს შემოსავალი, ანუ ერთი სოფელი არის მაგალითად სახალვაშა, რომელიც სეზონის დროს ფაქტობრივად ყველა სახლი, რომელიც არის სოფელში, ქირავდება ამ სტუმრებზე. და მთელი ოჯახი ფაქტობრივად არის ამ პროცესში ჩართული. ვიღაცები საკვებს ამზადებენ სტუმრებისთვის, ვიღაცას მანქანა ყავს ამ ოჯახში და მთელი ოჯახი ამ სეზონის განმავლობაში არის ძალიან აქტიურად ჩართული ამ პროცესში. შავ ზღვაში სამი სახეობის ვეშაპისნაირს ხვდებით. მათ შორის გადაშენების საფრთხეში მყოფი და მოწყვლადი სახეობებიცაა. სამივე სახეობისთვის მდინარე ჭოროხისა და შავი ზღვის შესართავი მნიშვნელოვანი საკვები ტერიტორიაა, სადაც პერიოდულად დიდი რაოდენობით ინდივიდების თავმოყრა ხდება. შესაბამისად, ზღვის ძუძუმწოვრების შესანარჩუნებლად ამ აკვატორიის უარყოფითი ზემოქმედებისგან დაცვა აუცილებელია. გონიოს პირველი გრაფიკული პროექტიდანაც კარგად ჩანს, რომ არაბი ინვესტორის ფოკუსი ჩიტებზე და დელფინებზე არ სწორდება. ზღვისპირა ფუფუნება. ასე იწყება სარეკლამო ბროშურა, რომელიც 260 ჰექტარზე გადაჭიმული გონიო იახტ-კლუბისა და ნავსადგურის შესახებ გვიყვება. დასახლებაზე, რომელიც ნავმისადგომის, მრავალსართულიანი კორპუსების, მდიდრული ვილებისა და სასტუმროებისგან შედგება. აგერ ევკალიპტის პირთან. მაგ ცხოვრობ მეც. მოიცა თქვენი ბინესთან გრევა შექცევა? ვინ გითხრათ? თვითონ არაბები ამბობენ ასე, აგერ ეს მიწა უნდა ამოვიყენო, ხანიში სხვა უნდა შემევიდეს. აქ იახტ-კლუბები კეთდება. აგერ არაბები მუშაობენ, ბიოლოგიურ დასკვნებს ატარებენ. არაბები თვითონ მუშაობენ? ხო, მუშაობენ ოფიციალურად, ხო. აგერ აქაც ანუ ხიდამდე ყველგან იმას ატარებენ, ზღვაში ატარებენ ბიოლოგიურ დასკვნებს. ჭოროხის დელტაში მთის ამბების ჯგუფიც რამდენიმე ადგილზე გადააწყდა გეოლოგებს, რომლებსაც სპეციალური მანქანებით უკვე დაუწყიათ ჭაბურღილების ამოღება. საბჭოთა არმიის ყოფილი პოლიგონი, რომელიც რუსებმა დანაღმული დატოვეს, სრულად გაუვნებლებული ამ დრომდე არ ყოფილა. არაბული პროექტისთვის სასწრაფოდ დაიწყო ველის მოსუფთავება. გონიოს ყოფილი პოლიგონის განსანაღმად $1,000,000 მეტი ღირებულების ტექნიკას უტენდეროდ იყიდიან. სამუშაოებს თავდაცვის სამინისტროსთან ერთად ცენტრი დელტა ასრულებს. ეს აღარ აქვს, ღმერთთან უხნასთან რომ რამე მოხდეს უცბად, ომი და რაღაცა აქეთ არაბები დაიცავენ მათ ეკონომიკას, იქეთ სიტყვაზე ჩინელებს ვიღაცას რომ მეცეს იმისკენ სამეგრელოსკენ პორტთან რო არის, მაგი მე აქეთ კიდო თურქები და კაროჩი საქართველოს დედა აღარ ყავს ერთი. როცა კარასი და კეფალი ზარმაცობს, როგორც გონიოელი მეთევზე ამბობს, შესაფერისი დროა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე სამსჯელოდ. დღე-ღამეს ვასწორებ, რომ იგი უკნა მეთქი რაღაცა. იმუშავდა რაღაც ფული გავაკეთო მეთქი და გინა მე ვერ მიყიდია ნორმალური და ვერაფერი და ამ რუსებს უკვე რა ვიცი. გადადუხს. აქაც რუსები არიან ხო სულ ზემოთ? $2025 წელს ოფიციალური სტატისტიკით ბათუმში უძრავი ქონების მყიდველთა 77% უცხოეთის მოქალაქეა. ქართული ოცნების მთავრობა ქსენოფობებს უწოდებს ადამიანებს, რომლებიც საკუთარ ქალაქს ვეღარ ცნობენ და მომავალს შიშით უყურებენ. არ უნდა შემოუშვათ რას ვიქ. რა რამე რისკებს შეიცავს თუ რატომ ხარ წინააღმდეგი? ბულვარში ქართული ენას ვერ გაიგონებ და საშიშია რა. წინააღმდეგი ვარ. უარყოფითი რა თქმა უნდა. რატომ? რატომ და რა უნდა? არაბებს ჩვენთან.
საქართველოში. ადრე ომით გვიპყრობდნენ და ახლა მშვიდობიანად შემოდის. მგონი უნდა დაფიქრდნენ. მოსახლეობა ჩვენთან ისედაც ჭრელია და კიდე შემოღებული დისბალანსი არ გამოიწვევს. რომ შენდება არაბული ქალაქი გონიოში და კიდე თბილისში. თბილისში, ქრწანისში, ხო? რას ფიქრობთ მე? ჩემ ფიქრს ვინ აქცევს ყურადღებას. რამე რისკებს ხედავთ? ახლა რატომ უნდა წაიღოს არაბებმა ჩვენი მიწა? მაგრამ რას იზამ? მაგენი უკვე თვითონ მოლაპარაკებულები არიან, ახლა ჩვენ რა ვინმე რამეს გვეკითხება? ან ჩვენი აზრი რამეს შეიცავს, არაფერს არ შეიცავს. რაც უფრო მეტი ინვესტიცია, მეტი შემოსავალი. კონტრაქტი ხომ არ გაქვთ ნახი, კონტრაქტი. კონტრაქტი არ აქვს ნახი, მაგრამ აუცილებლად გადავხედავ. როგორ დახურულია და როგორ დახურული თუ არის, მაშინ უნდა მოვითხოვოთ, რომ გაიხსნას. ნამდვილად. დიახ. და აბა საიდან იცით რომ კარგია? ანუ ინვესტიცია არის კარგი, ამას ვამბობ, თვითონ ინვესტიცია. მაგრამ რა პირობებით სანაცვლოდ? ხო და პირობები უნდა გავიგოთ და შემდეგ უნდა ვისაუბროთ. არ იცით არაფერი აჭარაში რომ შენდება? არა, რა დაგვიწევს. პირველად თქვენგან გავიყავს. ისე არ ვემხრობია, ბათუმი პატარაა. გადატენილია ადრე ყველა ერთმანეთს ვიცნობდით, ახლა არეულია მონასტერი. არაბები არ და საქართველოს. არაბები რა თქვენ თუ უნდებიან ჩამოყვა ჩამოიყვანონ ქართველები რომ აი ირანში. არაბები ჩადებენ ინვესტიციას. მე დატოვებენ და წავლენ. ჩვენ მონას წაიღებენ. მე რა თლათკაია თლათრონ ჩვენ იყოს კარგია, მაგრამ ამდენით ახლა ჩვენ ვარ. იმას უყურე მამაოსლამ არის მოусმენე. რომელი მამაო? აი აღარ მახსოვს რომელი მამაო იყო, ილაპარაკა. შედი და აკურთხეთ მიწა იქინე. ქრისტიანულად იქ იყო არცეთი აღარ ჩამოაგან იმიტას იბინებს აღარ იყიდიან არაბები ოი თუ და მეიქცე ჩუიდე და ჩება ახლა ჩვენზე ჭკვიანი ხალხი იქნება რომ მეცამას მეტე და თულაც მეტე არის ჩვენთან ჭკვიანი ხალხი სანამ არაბებს ჭკუაში ვაჯობებთ მილიარდებს დავახარჯინებთ ქალაქს იმათ ავაშენებინებთ და ბოლოს ყველაფერი ჩვენ დაგვრჩება ხომ არ მოვიკითხოთ რატომ გვიმალავენ ამ შეთანხმების დეტალებს ამ პროექტში საქართველოს მოქალაქეები თავისი ქონებით შედიან და თბილისში 600-ს, გონიოში საუკეთესო სანაპირო ზოლზე კი 260 ჰექტარს ინვესტორს უსასყიდლოდ გადასცემენ. როგორც მოქალაქე, ყველა გადაწყვეტილებას უყურებ ეჭვის თვალით, თუ ამ გადაწყვეტილების მიღებაში ჩართული არ არის ადგილობრივი მოსახლე. ჩვენ არ ვიცით ეს პროექტი რა გავლენას იქონიებს დემოგრაფიულად, ფინანსურად, ლოჯისტიკურად, ადმინისტრაციულად ქალაქზე, რომელიც ისედაც ძალიან დიდი ტემპით იზრდება. იმ პირობებში, როდესაც ხელოვნური კუნძული შენდება და ძალიან ბევრი სპეციალისტი, ანთროპოლოგი, ურბანისტი, დემოგრაფი, ეკონომისტი, ფინანსისტი ლაპარაკობს იმ პროექტთან დაკავშირებულ რისკებზე. ამის პარალელურად ამ ახალი პროექტის დაწყება, რომელიც ამ სხვა პრობლემებთან ერთად აღძრავს, როგორც აღმოჩნდა ეკოლოგიურ პრობლემებსაც, ცხადია კითხვის ნიშნებს იწვევს. ამიტომ მე როგორც მოქალაქე და ბათუმში გადასახადის გადამხდელი, ბუნებრივია ვითხოვ გარკვეულ კითხვებზე პასუხს და ამ კითხვების პასუხის გამცემელი არ ჩანს არც ბათუმის მერიაში, არც აჭარის მთავრობაში და არც ცენტრალურ ხელისუფლებაში. კორუფციის მკვლევარი მალხაზ ჭკადუა 10 წელზე მეტია იძიებს ინვესტიციებს აჭარაში. 2021 წლიდან ამის შესახებ ინფორმაცია დახურულია. 15 წელია მისი ორგანიზაცია იცავს გონიოს მაცხოვრებლების საკუთრების უფლებას, რომლებსაც მიწის ნაკვეთები გონიო აფსაროსის ციხის მახლობლად ჯერ დაუმტკიცეს, 2 წელიწადში კი უკან ჩამოართვეს. ხომა მოვიდა კიდე პოლინდა იყო და ჩვენი ოჯახები მშენები დაიყო რას ქვია არა ჩვენი საკუთრება რაც რომ გვაქვს და мама პაპური ის მიწები ჩვენ არ გვიბრუნდა უცხოეს ამ ხელა მიწებს უბოლმობენ მასი არ იქნება ძმა ცხოვრება ქართველობა გადაჯიშდება და ჩვენ უნდა შევნარჩუნოთ ჩვენი ქართველობა ღირსება ძმა ჩვენ არა ყველა ქართველის მიწა გვაქვს და რა გინდა ა მაგერთი რამდენი ხანია პრობლემაშია სოფელში ნახე ერთი რამდენი მიწებია დასარეგისტრირებელი აბა ხუთა ამდენჯერ მაგ ნახაზები გაკეთებული და მე არ ვიცი და ასე ხათრი მადრის დედავაგები არაბთა შემთხვევაში არ უნდა შენდეს ჩემი აზრით. რატომ? ნუ იმიტომ რომ ჯერ საქართველოა, რატომ უნდა იყოს მანდამიც არაბული ქალაქი საქართველოში საერთოდ ვერ ხვდები. ანუ რა არის მიზანი ამ ყველაფრის მაგას ვხვდები ყველაზე მეტად. რა თქმა უნდა ძალიან ბევრს უხარია რა თქმა უნდა ქართულს რომ ჩამოვიდნენ ეს უცხოელები რატომღაც მიაჩნიათ რომ მარტო ტურისტებად იქნებიან, მაგრამ როგორც ხედავთ აღარ არიან უკვე ტურისტები. მარტო რუსები უფრო მეტად იგრძნობა ბათუმში ჩემი აზრით, იმიტომ რომ
ძალიან დიდი რაოდენობა არიან. მე მაქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი ჩამოვიდა ფასებით, რა თქმა უნდა, მოემატა ყველაფერს. ლოგიკურია ეს. ბევრ ქართულს უხარია, მაგრამ ჩემი აზრით უფრო სამწუხაროა ეს, ვიდრე გასახარებელი. იმიტომ რომ მაგაში არაფერი არ უნდა გაგიხარდეს ის, რომ შენი ქვეყნის მოქალაქე მიდის სხვა ქვეყანაში სამუშაოდ, ხოლო სხვა ქვეყნის ვითომ დევნილი მოდის შენთან და რეალურად ყველას ართმევს ბიზნესს. ელემენტარულად რო ავიღოთ ეკონომიკის მხრივ ართმევს ქართველს ისევ ბიზნესს, ხო? ემიგრაციაში ვიყავი და ძალიან შეცვლილია ეს ამ სამწელში, ძალიან შეცვლილია ყველაფერი აბსოლუტურად. ძველ ბათუმს მართლა არ გავს ბათუმი. აი ყველაზე მეტად რა მოგხვდა თვალში ეს სამსახური ვერ ვიშოვე. ანუ სამსახური იმიტომ ვერ იშოვეთ, რომ მათ შორის ჩამოსულებმაც აითვისეს უკვე ეს ბაზარი? ხო, ასე გამოდის კი. უცხოეთის არა რუსეთის მოქალაქეები კი არ გაიზარდა, ეგენი უკვე ცხოვრობენ აქ, ბინადრები არიან ფაქტიურად და ძალიან სამწუხაროა და ეს არაბების შემოსვლის ისინი ჯერ უკვე არ ვიცი ნამდვილად. როგორც ტურისტული ქალაქი შეიძლება მისაღები იყოს, მაგრამ ცხოვრების დონისთვის ალბათ ძალიან ცუდი იქნება სამომავლოდ ჩვენთვის. დამკვიდრდებიან, ასე მგონია. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ბათუმში თვითმფრინავზე ჩამოდიოდა. ტურისტულ ქალაქში ამაზე უკეთესს ვინ ინატრებდა, მაგრამ ბორტზე, როგორც აღმოჩნდა, არა ტურისტები, არამედ ბათუმის მომავალი რეზიდენტები ისხდნენ. რუსეთის მოქალაქეებმა საკუთარი საქმეები წამოიწყეს. ამ დრომდე იხსნება მათი სარესტორნე, თუ ყიდვა-გაყიდვა გაქირავების ბიზნესები, შენდება კორპუსები, მთელი უბნები და ახლა უკვე ახალი ქალაქიც კი. ეს იმ პირობებში, როდესაც ბათუმს გენერალური განვითარების გეგმა არ აქვს, არადა დოკუმენტზე მუშაობა წლებია მიმდინარეობს. ქალაქი იცვლება. ანუ ის მოცემულობა, რაც გაქვს პროექტის დასაწყისის დროს, არც პროექტის ბოლოს, პროექტის შუაშიც კი ძალიან ბევრი რამ განადგურებული არის. ძირითადად ეხება ეს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებს და ის, რომ იმის ადგილას ჩდება არასწორი შენობები, ანუ შეუთავსებელი შენობები, რაც იქ არ უნდა აშენდეს და შემდეგ აღმოჩნდება, რომ დადებ ამ კვლევას, მაგრამ ის არ გაქვს რისთვის დაწერი. ანუ ექიმი რო პაციენტს რეცეპტს გამოუწერს, თქვა ფეხზე, როგორ უნდა ემკურნალოს და აღმოჩნდება, რომ ფეხის საერთოდ აღარ აქვს. ბათუმის გენგეგმა გონიოს განაშენიანების წესებსაც უნდა მოიცავდეს, რამდენადაც ქალაქის საზღვრების გაფართოების შემდეგ ჭოროხის დელტა ბათუმის ნაწილი გახდა. ეს ხო რაღაც სასრული რაოდენობის არის ეს ზღვისპირა ზოლი. იქ რაღაც თქვა შეიძლება რომ ერთ კონკრეტულ ადამიანზე მოდიოდეს რაღაც ხო განუსაზღვრელი რაოდენობის ადამიანი ხო ვერ დაეტევა თქვა 2 კვადრატული მეტრი ფართობი ჭირდება თქვა ერთ ადამიანს. ეს ხადია რომ მისთვისაც კი ვერ იქნება საკმარისი. ანუ ქალაქისთვის რაიმე სარგებლობის მოტანა კი არ შეუძლია, მარტო ამ თვალსაზრისით. რაიმე სარგებლობის მოტანა კი არ შეუძლია პირიქით ქალაქისთვის საზიანო არის. ჯერთი ზღვისპირას რაღაც ასეთი მაღალი შენობები არ შეიძლება, გარდა იმისა, რომ იქ კიდე უკან მოსახლეობა არის და მათთვის ცალკე პრობლემა არის, როგორც გვაქვს მაგალითად უკვე კვარიათის მაგალითზე გვაქვს, თუნდაც მახინჯაურის მაგალითზე გვაქვს, იმიტომ რომ რაღაც საშინელებები ხდება და იქ ადამიანებს, რომლებიც აქ ცხოვრობენ, ან მის უკან ცხოვრობენ, მათი ქონების ეკონომიკური სარგებელი უკვე ძალიან დაეცა. გარემოს დაცვითი, სოციალური და ურბანული საკითხების გარდა, ამ ეგრეთ წოდებულ ისტორიულ ინვესტიციაზე საუბრისას არსებობს კიდევ ერთი დემოგრაფიული ფაქტორი. ბათუმის მოსახლეობის ძალიან დიდი პროცენტი, არ ვიცი ახლა ზუსტად ციფრის თქმა გამიჭირდება, არის უკვე არაქართველი. ნუ ძირითადად რუსი. ეს იმ შემთხვევაში, როცა ჩვენ თვითონ ვართ მცირე რიცხოვანი მოსახლეობა და ნებისმიერ ბევრ ყოველ შემთხვევაში რეგიონში ცხოვრებ არსებულ სახელმწიფოს ძალიან ადვილად შეუძლია რომ ჩვენივე ქვეყანაში რიცხობრივი უმცირესობა გაგხადოს. იმდენად თუნდაც რა ვიცი არაბეთი ახლა ამ შემთხვევაში რომ ჩავთვალო და რუსეთზე ხო საუბარიც არ არის და კიდე ბარეორი, იმდენად ჩვენ ცოტა ვარ და მას არც კი დააკლდება. თუ კი ისა მოსახლეობა გაიზრდება, რომელსაც შესაბამისად კიდე სხვა პრობლემა ზდევს თან. არა მარტო ეკონომიური, არამედ იქ რაღაც პოლიტიკურიც ვიცით, რომ ძალიან ბევრი თუნდაც ზემოჩამოთვლილი ქვეყნებიდან ძალიან ბევრი ისტორიული პრობლემა გვაქვს, რომელიც გინდა არ გინდა მეხსიერებაში ილექება და რაღაც ისეთი მავნე ისტორიული წარსული გვაქვს და შესაბამისად ძალიან ლოგიკური მოლოდინებიც, იმიტომ რომ არ ვიცი რაც არ უნდა დემოკრატიულობაზე და რაღაც საზოგადოების მსოფლიოს განვითარებაზე ვილაპარაკო, ეს პრობლემების ყოველთვის არის, განსაკუთრებით რუსეთისგან, რომელიც არც არასოდეს არ მინელებულა და დღეს კიდევ უფრო განსაკუთრებულ აქტიურ ფაზაში არის. ეს დიდი პრობლემა არის. ამაზე საზოგადოება, არ ვიცი, ან თვალს ხუჭავს, ან დუმს, ან ძალიან ადამიანები მცირე რაოდენობას აქვს ამაზე მგრძნობელობა და მისი ხმა, ნუ, არ ვიცი, არც ისმის.
როდესაც საუბრობთ ჩვენ ისეთ ინვესტიციაზე, რომელიც მყისიერად ქმნის და ხელოვნურად ერთგვარად ახალ ეთნიკურად განსხვავებულ, კლასობრივად განსხვავებულ დასახლებას, რომელიც ფაქტობრივად ადგილობრივი მოსახლეობისგან გამიჯნულად იწყებს ცხოვრებას, ეს საფუძველი ხდება ხოლმე როგორც წესი რასობრივი და ეთნიკური შიშების და ერთმანეთისადმი გაუცხოების წარმოქმნის საფუძველი ხდება ხოლმე. ეს რაღაც ჩემი მოგონილი ამბავი არ არის, ამას იკვლევენ ურბანული ანთროპოლოგიის და ურბანისტები, მაგრამ ანთროპოლოგიისა და სოციოლოგიის მიმართულებით ბევრი მკვლევარი, მათ შორის არის ესეთი მკვლევარი, მაგალითად ცერტალო, ვისაც აინტერესებს, მისი ტექსტი ქართულადაც არსებობს, დახურული სამეზობლოების შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც სწორედ აი ასეთმა დახურულმა სამეზობლოებმა gated communities ესე ეძახის, ესე ქვია ასეთ დასახლებას, რომელიც ქმნის ფაქტობრივად ელიტარულ დასახლებებს, სადაც შეძლებული კლასი ცხოვრობს მხოლოდ და მას ურთიერთობა არ აქვს დანარჩენ სოციალურ და ურბანულ ქსოვილთან, ქალაქის და საზოგადოების, ეს იწვევს საზოგადოების მძაფრ ფრაგმენტაციას, ერთმანეთისადმი უნდობლობას და შიშს და შესაბამისად, ამიტომ პოლარიზაციის ძალიან დიდი საფუძველიც ხდება. თამთა ხალვაში ანთროპოლოგიის პროფესორი ილიას უნივერსიტეტში ქალაქის მომავლის გაანალიზებას მისი წარსულიდან გამომდინარე გვთავაზობს. ბათუმის მრავალეთნიკურობა და მისი კოსმოპოლიტური ლანდშაფტი, რომლითაც ასე ამაყობს ეს ქალაქი, სწორედ ისტორიული შედეგია. მე-19-მე-20 საუკუნეების მიჯნაზე ის ოსმალეთის და რუსეთის იმპერიების მოსაზღვრე დასახლება იყო. როცა მეფის რუსეთმა ბათუმი თავის განაპირა პროვინციად აქცია, კოლონიურმა მმართველობამ ძალიან უთანასწორო სოციალური მდგომარეობა შექმნა. ცარისტები განუზომელი უფლებებით სარგებლობდნენ, ბათუმელები უუფლებოები და უპოვრები იყვნენ. და აი, საუკუნე ნახევრის შემდეგ ვუყურებთ ქართულ ხელისუფლებას, რომელიც საკუთარ ქვეყანას რუსული კოლონიური სახელმწიფოსავით ექცევა. ამდენი საუკუნე ნახევრის თუ რამდენი ხნის მერეც ხედავთ ჩვენ ქართულ სახელმწიფოს, რომელიც ფაქტობრივად რუსული კოლონიური სახელმწიფოსავით იქცევა, რომელიც აბსოლუტურად ადამიანების ადგილობრივების აზრის გათვალისწინების, მათი ჩართულობის უგუვებელყოფის შედეგად ასხვისებს და პრივატიზაციას უკეთებს ტერიტორიის უდიდეს ნაწილს, გონიოს, ამ შემთხვევაში გონიოს პოლიგონს და ფაქტობრივად როგორც რაღაცნაირად შიდა კოლონიური მმართველობასავით იქცევა, რომელსაც არ აინტერესებს ადგილობრივების აზრი, მათი საჭიროება, როდესაც ამას საკუთარი ქვეყანა აკეთებს და ქართთან იმ სახელით, რომ ჩვენ ქართველ ხალხს ვემსახურებით, ეს არის უბრალოდ თვალებში ნაცრის შეყრა. არაბულ ქალაქებზე საუბრისას კიდევ ერთ ისტორიულ პარადოქსს ვაწყდებით. თუ გონიოში რუსებმა დანაღმული ველი დაგვიტოვეს, კრწანისის ტყეპარკი რეპრესირებულ ქართველთა მასობრივ სასაფლაოდ გვიქციეს. მათ საძვალეს ქართული ოცნება საუკეთესო საინვესტიციო მიწას უწოდებს. ეს არის საკმაოდ საკრალური ტერიტორია, იმიტომ რომ 24-დან მოყოლებული 21-დან, ანუ NKVD-ს მსხვერპლი, ვინც კი ყოფილა საქართველოში, ძალიან ბევრი იხვრიტებოდა ან ამ ტერიტორიაზე, ან ვაკის პარკის ტერიტორიაზე. ნიშანდობლივია, იქაც ვაკის პარკია. ხელუხლებელი ტერიტორია და ესეც ხელუხლებელი იყო, ამიტომ აქ განაშენიანებას ერიდებოდნენ. ძულები ამოდიოდა და ხელს აღარ ვახლა ადამიანების ძალიან ბევრი მეცნიერი, ძალიან ბევრი მწერალი აქ არის დახვრეტილი, რომლის საფლავი ჩვენ აღარ ვიცით. გარემოს დაცვით საკითხებზე მსჯელობა შეიძლება არასერიოზულად გამოიყურებოდეს, როდესაც მეორე მხარეს ეგრეთ წოდებული ისტორიული ინვესტიცია, დაპირებული ათასობით ახალი სამუშაო ადგილი და ისედაც ბრწყინვალე ეკონომიკური ზრდის კიდევ უფრო ბრწყინვალე მომავალი. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ გარემოს დაცვა მარტო ჩიტები არაა, არც ჭიაღუები ფუღუროებში, არც მარტო ფოთლების შრიალი და ზღვაში თევზები. აქ საუბარი ადამიანის საცხოვრებელი გარემოს დაცვაზეცაა. თქვენ სად ითევზავებთ? მოხუცებული სად ჩამოჯდება? ბავშვი სად ითამაშებს? საუბარი ადამიანის ჯანმრთელობაზე, მისი სიცოცხლის ხარისხზე და ხანგრძლივობაზეა, ჟანგბადზე ბოლოს და ბოლოს.
თუ გვინდა რომ აირწინაღებით ვიაროთ, რომელიც აკრძალულია სიარული, მაშინ ვივლით აირწინაღებით, იმიტომ რომ რეალურად ვერ ვისუნთქებთ ქალაქში. ესეთი დაწოლა ამ სისტემაზე შეიძლება სავალალო გახდეს ყველა ადამიანისთვის, ვინც კი აქ იცხოვრებს. აქ რო იცხოვრებს, იმისთვისაც კი პრობლემა შეიძლება შეიქმნას. ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს ნიკა ალავიძეს ვთხოვეთ ციფრებში გამოეხატა ქართული ოცნების არაბული მეგაპროექტის რისკები. გავჭერთ მოკლედ. ციფრები რა ვიცით? ვიცით 6.6 მილიარდი დოლარი. ერთ მხარეს. სავარაუდოდ ეს ხო არის 8.5 მილიონი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი. ხო? ანუ ეს ხო მარტო ეს არ არის ინვესტიცია. ინვესტიცია ესეც არის. გამოთვლა იმ მონაცემებს დაეყრდნო, რაც ცნობილია. გავიგეთ, რომ ეს ყველაფერი იქნება 10 წელი, 10 წლის განმავლობაზე წავა და მოდით ისე და დასაქმდება. მაგრამ მე ვენდობი უფრო უკვე მინისტრის მოადგილეს, იმიტომ მენეჯერებს მაინც გაყიდვები აქვთ мотиваცია 24,000 იქნება და ეკონომიკაში ინვესტიციის მომგებიანობის განჭვრეტისთვის რამდენიმე ფორმულას იყენებენ. ეგრეთ წოდებული როის მიხედვით, არაბული პროექტების აშენებაზე მომგებიანი ამ ფულის ანაბარზე დადება იქნებოდა. ძალიან დაბალი პროცენტი. ანუ ეს ნიშნავს, რომ თქვენ ჩადებულ ამ მილიარდებში თქვენი უკუგება 10 წლის თავზე იქნება ამდენი. მაგრამ ხო პოზიტიური ციფრია, მაგრამ თქვენ ალტერნატივა გაქვთ, ეს ფული ჩაგდოთ ბანკში, წელიწადში შეიძლება მიგიღოთ ან უზრუნველად ეს ამდენი პროცენტი რისკების გარეშე. ან შეგიძლია მიიღოთ ლარში თუ გადაიყვან და რა ის რისკს აიღებთ, ხო მიგიღოთ 12%. კიდევ ერთი ფორმულა, აი არის შედეგი, ასევე არ არის დამაიმედებელი. ეს მინუსი ნიშნავს, რომ ზარალიაეთ დავამთავრებთ 10 წლის თავზე ამ დაგეგმილი დივიდენდებითაც კი ამ ბიზნესს. ეს როგორც ბიზნესი არის წამგებიანი. მაშინ როგორ ავხსნათ ქართული ოცნების აღტაცება, სარეკლამო კლიპები მათი პრემიერის მონაწილეობით და აგრესიული პრომოუშენი პროპაგანდისტულ არხებზე? და მით უმეტეს, რით ავხსნათ მოჰამედ ალაბარის ენთუზიაზმი? თუ ბატონი მუჰამედის ესე შეწუხებული რომ საქართველოში განვითარდეს, ივერია გაბწყინდეს, ეს გაბწყინება დაჩქარდეს და ამიტომ ის თავის წილ 6.6 მილიარდ დოლარს ნეგატიურად, ანუ 10%-იანი ზარალით უნდა რომ დააბანდოს, მივესალმები, არაბი კი არა, რა ვინც გინდა იყოს. თუ არ არის ამ კონტექსტით, მაშინ სხვა გარიგებები და აქ უკვე ფანტაზია, უკვე შევხედოთ ხო ტიპებს, ფანტაზია ქონდათ ხო 12 წელი უმაღლესი მართველი ტიპები იყვნენ და ქეშის მეტი ფანტაზია ვერ მოიფიქრეს. ანუ სკოლა მაინც აეშენებიათ იმ თავის ქალაქში, ხო? მინიმუმ ერთი რაღაც დარჩებოდა სახელი რაღაცის, ან რა ვიცი, სკვერი გაეკეთებინათ, ხო? რაღაცა ამ თანხით, ხო? ნუ არაფერი, მაგრამ ეს ფანტაზია მიდის იმაში, რომ ქეში, სეიფში, ჩემოდანში, რა ვიცი და ოქროს ზოდებში და ასე შემდეგ ამ ფანტაზიით. მე სხვა აღარ მრჩება ესეთი ახსნა ჩემთვის. იმ დღიდან, რაც არაბული ინვესტიციის შესახებ ცნობილი გახდა, საზოგადოებაში მისი განხილვა ყველა შესაძლო მიმართულებით დაიწყო. ქალაქ გეგმარება იქნება ეს, გარემოს დაცვა, ეკონომიკა, დემოგრაფია თუ სოციალური ფაქტორი. ექსპერტებიც და კარგად ინფორმირებული დაინტერესებული ადამიანებიც ეგრეთ წოდებულ ისტორიულ ინვესტიციაში ჯერ მხოლოდ ისტორიულ, საშვილიშვილო რისკებს ხედავენ. მით უმეტეს, რომ იგლჰილსის წარსული გამოცდილება სხვა ქვეყნებში ძირითადად სკანდალებს უკავშირდება. მასობრივ პროტესტებს, კორუფციულ გარიგებებს, ეჭვს ფულის გათეთრებაზე, ინვესტორზე მორგებულ კანონებზე, სასამართლო დავებზე, დაგეგმილზე ბევრად ნაკლებ სარგებელზე ქვეყნისთვის. ბინების ნაცვლად გაყიდულ ჰაერზე და წლობით გაჭიანურებულ მშენებლობაზე, რომელთაგან ბოლომდე ჯერ ერთიც არ დასრულებულა.